ჩვენ აქ ცოტანი ვართ ოსები, აი ესეც ოსი ქმარი ჰყავს ამასა. 1-3 ოჯახი ვართ ოსები, მეტი კი არავინ არ არის. ორჯონი კიდეში რომ მიდიან არა ზოგი. ხო იქა შვილი ჰყავს ვინმე არა და რო ჩამოვიდესო ან შვილი არ უნდა მომხედოსო ან ჩემი შვილი არ უნდა ჩამოვიდესო იმათ რუსული პასპორტი რო აქვს არ ჩამოუშვებენო ეს პოლიციაიო და იმაზე ლაპარაკო. მაგით ეშინიათ ქართული პოლიციის პოსტის გადამოწევის, რომ აღარ შემოუშვებენ იმ ოსებს, ხო? ეგრე. არეულები ვართ, ქართველები, ოსები ცხოვრობთ თკბილად. არა კაცო მე არა მე შვილები აქ ამყავს, აქ უნდა ვიყო რა. რომ მოვიდნენ სახლები არ არის ჯერ გამზადებულია. სად მივიდნენ? ჭამა უნდათ. მოსავალი არ არის, წყალი არა გვაქვს. ერთი კრანი გვაქვს, ერთი კრანი, აი სოფლის თავზე. სასმელი წყალზე. სასმელი. სარწყავი ხო ნუ არ იწვე, არა, ეგ არ არსებობს. დაწესილი მაქვს მე. ერთი 20-ში. ვერავს. ჩემის იმედზე ვარ. 75 წლის ქალი ვარ. სად შემიძლია ახლა მე მერეთიდან ავზიდო წყალი. თუ კი ეს ამას ყველაფერ გააკეთენ, პირობები გვექნება, კომპენსაციებს მოგცემენ, მთელი ხილი გამხმარია სულ. ჩემი ბაღი საერთოდ აღარ ვარგა. რომ შემომიყვანეს და მაჩვენეს ვიტირე და ეგრე წავედი. ეხლა უსაფრთხოება რო იქნება, პირობები რო გვექნება, წყალიც იქნება, შუქიც იქნება, მაღაზია იქნება, ეს ბინებს შეაკეთებენ, ყველაფერსა რა თქმა უნდა, მე აქ მირჩევნიან იქ ყოფნას. რაც შეეხება საკითხს მიმდინარე პროცესი რაც არის დევნილთა ზადიანკარის მაცხოვრებელთა დაბრუნებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თუ მოხდება რეალურად ამ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, იქიდან გამომდინარე, რომ საგუშაგო გადაიწია სოფლის შიგნით და შესაბამისად თავისუფლად შეიძლება გარკვეულწილად გადაადგილება და უკვე რამდენიმე ოჯახი ასე თქვა დროებითად მაინც შედიან მიწისნაკვეთის დასამუშავებლად, მაგრამ მანდ ცხოვრება არის შეუძლებელი, რასაც სოფლის მაცხოვრებლებიც აღნიშნავენ, იქიდან გამომდინარე, რომ ინფრასტრუქტურა არის მოშლილი. თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს და განახორციელებს შესაბამის პროექტებს ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებით ელექტროენერგიისა და საცხოვრებელი სახლების მდგრადობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები დაბრუნდებიან, იმიტომ რომ მათი მთელი ცხოვრების სურვილი 4 წლის განმავლობაში იყოს სწორედ ის, რომ დაბრუნებულიყვნენ თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას და განაგრძონ ჩვეულებრივი ცხოვრება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები არიან სოფლის მეურნეები, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სოფელში შესაბამისი მეურნეობის წარმოება, ეს არის მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო და მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო, რომელიც იქნება შესაბამისად უზრუნველყოფილი.